იღუმენი ნიკონი, ცხონება, წერილი მეოთხე. ძვირფასო კატია. უფრო ხშირად იფიქრე სიკვდილზე და იმაზე, რაც იმ სოფლად დაგხვდება. იქნებ ნათლის ანგელოზები მოგეგებონ, მაგრამ ვაი თუ ბნელი, მრისხანე დემონები შემოგეხვიონ გარს, რომელთა მარტო დანახვამაც კი შეიძლება ჭუიდან შეშალოს კაცი. ჩვენი ცხონება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გადავრჩეთ. ანუ დემონების ხელში კი არ ჩავარდეთ, არამედ განთავისუფლდეთ მათგან და ღვთისასუფეველში დაუსრულებელ აქაურობისთვის მიუწვდომელ სიხარულსა და ნეტარებაში შევიდეთ. ღირს აქ შრომა, გვაქვს ამის მიზეზი. დემონები ამპარტავნები არიან და ეუფლებიან ამპარტავნებს. ესე იგი, ჩვენ უნდა დავმდაბლდეთ. დემონები მრისხანები არიან, ესე იგი, ჩვენ სიმშვიდე უნდა მოვიპოვოთ, რათა ისინი ვერ დაგვეუფლონ, როგორც სულით ნათესავებს. დემონები ძვირის მომხსენენი და ულმობელნი არიან. ესე იგი, ჩვენც რაც შეიძლება მალე უნდა მიუტევოთ და შეურიგდეთ ჩვენს შეურაცმყოფელთ და ყველას მიმართ მოწყალილი უნდა ვიყოთ. და ასია ყველაფერში. უნდა დავთრგუნოთ საკუთარ სულში ეშმაკისეული თვისებები და დავნერგოთ ანგელოზობრივი, რომლებზეც სახარებაში მიგვითითეს. თუ ჩვენ სულში სიკვდილის შემდეგ მეტი წილი ეშმაკისეული იქნება, მაშინ ისინი დაგვეპატრონებიან, ხოლო თუ ჯერ კიდევ ამ სოფელში გავაცნობიერებთ საკუთარ ეშმაკისეულ თვისებებს, თუ შევთხოვთ უფალს მათ გამომუტევებას და თავადაც ყველა შეუნდობთ, უფალი მოგვიტევებს. აქ მოხვრეს ჩვენში ყოველ უკეთურებას და არ გადაგვცემს ეშმაკის ხელში. თუ აქ არავის განვიკითხავთ, მაშინ არც უფალი განგვიკითხავს. იქ და ასია ყველაფერში. მაშ მოდი, მშვიდობით ვიცხოვროთ, მიგუტევოთ ერთმანეთს, რაც შეიძლება მალე შეურიგდეთ ყველას, ყველაფერი შევინანოთ უფლის წინაშე. შევთხოვოთ წყალობა და გამოხსნა ეშმაკებისა და საუკუნო სატანჯველისაგან, სანამ ჯერ კიდევ გვაქვს დრო ამისი. ნუ ეთამაშებით ჩვენ საუკუნო ხვედრს, უფალმა გულისხმის ყოფა მოგანიჭოს. ამინ.